ბოსგან ეს დახმარება ალბათ დიდი შეღავათი იქნება. პატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი კახეთში საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ფაქტებზე საუბრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით არ არსებობს რეგიონის განვითარების გეგმა. განვითარების ფონდის ცნობით, ადგილობრივი მმართველობის მიერ სხვადასხვა პროექტებში უსისტემოდ გადანაწილებული და განკარგული თანხებიდან დღემდე არ არის გაცემული მუშების ხელფასი. სამაგიეროდ ლაგოდეხსა და გურჯაანში ადმინისტრაციული კანონდარღვევით უშტატო მოხელებზე გაცემულია 9 მილიონ ლარზე მეტი. კახეთის საბიუჯეტო ქაოსმა მოიცვა მარტო ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად გაფლანგულია 10 მილიონი ლარი. ეს არის ფული, რომელიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, განათლებას და ამ რაიონების ინფრასტრუქტურის აღდგენას უნდა მოხმარებოდა. ეს არის გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის სპორტული დარბაზი. ამაში რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იყო 225,000 ლარი, რომლიდანაც 224,100 ლარი სრულად დაიხარჯა, შენობა დაუმთავრებელია, სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და სამშენებლო ნორმების დარღვევით. აღნიშნული შენობით მოსახლეობა ვერ სარგებლობს. თავიდან ბოლომდე ეს პროექტები, ასე ვთქვათ, დასრულებული და დამთავრებულია და ყველა თანხა არის მიზნობრივად დახარჯული. და ყველა თანხაზე, ასე ვთქვათ, გვაქვს შედეგი საკმაოდ დადებითი და კარგი. დედაქალაქში ქიმიის ლაბორატორია გაიხსნა. სან-დიეგოს